პირდაპირ ეთერში ვართ კიდევ ერთხელ მოგესალმებით. სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების ერთობის ციფრული პლატფორმა და მობილური აპლიკაცია CSO2Together.com. ამ თემაზე ვისაუბრებთ გადაცემის მომდევნო ნაწილში. CSO2Together.com ახალი ექსკლუზიური რეგიონული ჰაბია, რომელიც შექმნილია სომხეთის, საქართველოს, მოლდოვის, უკრაინის და პოლონეთის მასშტაბით. ეს არის ტრანსფორმაციული ინიციატივა, რომელსაც ხელმძღვანელობს SAORSA Global, უფრო მეც პლატფორმის მიზანსა და შესაძლებლობებზე სტუმრისგან მოვისმენთ. დილის რადიოს სტუმარი გახლავთ ლია ფუტკარაძე, SAORSA-ს დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი. გამარჯობა. მოგესალმებით, მადლობა რომ ხართ ჩვენთან ერთად. მოგესალმებით დილომშვიდობისა, გამძლეობისა, მხნეობისა. მადლობა. რა იყო პროექტის შექმნის წინაპირობა? კიდევ ერთხელ მივესალმები თქვენს მაყურებლებს, მეელებს, ყველა იმ გულშემატკივარს, რომელსაც აინტერესებს საზოგადოებრივი კეთილდღეობის საკითხები, იმიტომ რომ ჩემთვის ნებისმიერი საქმე, რომელიც უკავშირდება SAORSA Global-ის მისიას, ხედვას, მიზნებს, სწორედ საზოგადოებრივი კეთილდღეობის ირგვლივ ხორციელდება. CSO2Together.com ეს არის სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების ერთობის პლატფორმა. ციფრული პლატფორმა, თან მობილური აპლიკაცია, რომელიც ნამდვილად გახლავთ ინოვაციური არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში და აღმოსავლეთ პარტნიორების ქვეყნებში, ასევე ევროპაში. და ვფიქრობ, რომ მისი შექმნის წინაპირობა ცხადია გახლდათ ის, რომ შარშან სწორედ მაშინ, როდესაც სახელმწიფოში ჩვენს ქვეყანაში მიიღეს ის დრაკონული კანონები, რუსული კანონები, რომლებიც ზღუდავს ყველა რომელმაც დააწესა არა მარტო შეზღუდვა, არამედ ფაქტობრივად გითხრა, რომ არ უნდა ვიმუშაოთ, იმიტომ რომ რეალურად დღეს გვაქვს ფაქტი, ანუ ეს არ არის მხოლოდ შეფასებითი ნაწილი, ან გრძნობების ნაწილი კანონებთან მიმართებაში, რომელიც არის დესტრუქციული, არამედ ფაქტობრივი მოცემულობა, რომ ერთი წლის განმავლობაში უკვე სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციებისთვის არ არის ხელმისაწვდომი დაფინანსების წყაროები. ძალიან ბევრი დონორი ორგანიზაცია საქართველოსდან გავიდა, რაც უკვე ქმნის ერთგვარ ეს არ არის გამოწვევა, ეს არის ის სირთულე, ის პრობლემა, რომლის მოგვარება ნამდვილად საჭიროა და სამოქალაქო საზოგადოებრივ ორგანიზაციებმა მართლაც გამოიჩინეს ისეთი მედეგეობა, რომელთაც მე თავად როგორც სამოქალაქო საზოგადოების წევრი მხოლოდ არა, როგორც მოქალაქე, ჩემთვის იყო მამოტივირებელი, იმიტომ რომ ერთობა დღეს არ არის მარტივად მისაღწევი, იმიტომ რომ ერთობა სჭირდება ღირებულებებში თანხვედრა, ერთობა სჭირდება ერთმანეთის პატივისცემა, ერთობა სჭირდება რაღაც საერთო ინტერესის მიმართ გულწრფელი, ავთენტური დამოკიდებულება და ვფიქრობ, რომ ზუსტად ჩემი შრომის სამყაროში დაიბადა იდეა, რომ ეს გამოწვევები არ არის მხოლოდ საქართველოს გამოწვევა, ეს არის ძალიან უკვე მიმდინარე რეალობებში ხედავთ ძალიან ბევრ გამოწვევას სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიმართ, შესაბამისად მინდოდა რომ ისეთი პლატფორმა შემექმნა, რომელიც იქნებოდა უსაფრთხო, რომელიც იქნებოდა დაცული, რომელიც იქნებოდა ხელმისაწვდომი განსაკუთრებით აქვე ყურადღებას ვამახვილებ რეგიონული ორგანიზაციებისთვის. მე თავად წარმოვადგენ მე თავად საქმიანობ რეგიონში, SAORSA უკვე მერვე წელია რაც საქმიანობს აჭარის რეგიონში, სრულად და SAORSA ასევე საქმიანობს მის ფარგლებს, საქართველოს ფარგლებს გარეთ და მან უკვე 2021 წელს დააფუძნა პოლონეთში თავისი სახლი, ესე ვიტყოდი, ევროპულ სამყაროში თავისი სახლი და სწორედ SAORSA გლობალის დამსახურებაა, რომ მონაწილეობა მივიღეთ კონკურსში, რომელიც გამოცხადებული იყო გერმანიის განვითარების საერთაშორისო სააგენტოს მიერ. ეს პროექტი არის მხარდაჭერილი BMZ-ის, ანუ გერმანიის მთავრობისა და ევროკავშირის მიერ, რომელიც ხორციელდა მთელს აღმოსავლეთ პარტნიორების ქვეყნებში. იქ ქვეყნები, რომლებიც ჩამოთვალეთ, ეს არის მოლდოვა, უკრაინა, სომხეთი, საქართველო და პოლონეთი არის, უკრაინა და პოლონეთი არის გამძღოლი ამ პროექტის. პროექტმა გაიარა საკმაოდ მნიშვნელოვანი რთული ეტაპები, აქვე მინდა რომ საზოგადოებას ავუხსნა, რაოდენ მნიშვნელოვანია გავიგოთ, რომ ჩვენი მისიის ნაწილში, რომ საზოგადოებისთვის შექმნათ კეთილდღეობა ყველა თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ცხადია SAORSA-ს კომპეტენცია არის ადამიანების მის სიცოცხლის უნარიანობა, თვითრწმენა, თავდაჯერებულობა იმისთვის, რომ სწორად აირჩიონ პროფესია, სწორად დაგეგმონ თავიანთი კარიერა და იმ თავიანთ კარიერაში, იმ თავიანთ დასაქმებაში ასევე იყვნენ ბედნიერები და შეძლონ სრულად რეალიზება. ეს როგორც პარადოქსალურად ჟღერს დღევანდელ სამყაროში უკვე საქართველოში ამოდენად შეიძლება დავიჯეროთ ის, რომ ჩვენ ყველა რესურსი გაგვაჩნია იმისთვის, რომ ადამიანებს დავეხმაროთ მიაღწიონ თავიანთ მიზნებს, კარიერულ პროფესიულ მიზნებს. სწორედ ამ ნაწილში ჩვენი შრომაც
რომ დავფიქრდეთ სამოქალაქო საზოგადოების შრომაც არის ის პროცესი, როდესაც ჩვენ შრომით უფლებებს ვახორციელებთ და ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ ამ პლატფორმის ფარგლებში უკვე სამოქალაქო საზოგადოებრივ ორგანიზაციების წარმომადგენლებს ხელმძღვანელებს, ექსპერტებს, რომლებიც ამ სფეროში საქმიანობენ, თავიანთი ცხოვრება მიუძღლეთ ამ სექტორს, ქონოდათ განვითარების შესაძლებლობა და რაღაც ახალი ენერგია, ახალი წყარო დაიბადა ნამდვილად ჩემს უკრაინელ, მოლდოველ, სომეხ და პოლონელ პარტნიორებთან ერთად შევქმნით. რა შეძლებს ეხლა, რატომ არის მნიშვნელოვანი, რომ განსაკუთრებით რეგიონში მყოფი სამოქალაქო საზოგადოებრივ ორგანიზაციებმა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა, ან ადამიანებმა, რომლებიც ამ სექტორით არიან დაინტერესებული, ან ექსპერტები, რომლებიც გამოცდილებთ ამ სფეროში მუშაობის, ხო? რომ ჩამოტვირთონ უკვე პირველ რიგში ეს არის მნიშვნელოვანი, გუშინ უკვე Android-ის მომხმარებლებისთვის უკვე ხელმისაწვდომია რა აპლიკაცია ჩამოტვირთონ. ვებგვერდი უკვე არის ცოცხალ რეჟიმში და შეუძლია რომ ყველა ადამიანი შევიდეს და ნახოს ეს პლატფორმა. 11 უკვე დეკემბერს გვექნება საერთაშორისო ონლაინ საჯარო ღონისძიება, კონფერენცია, რომლის შესახებაც ინფორმაცია დღეს უკვე განთავსება ჩვენს გვერდებზე, სოციალურ ქსელებში. ერთობის კოალიციას ცალკე პლატფორმა აქვს და შეუძლიათ რომ მომხმარებლებმა, დაინტერესებულ მხარეებმა უკვე აქ მიიღონ ინფორმაცია, რა შესაძლებლობს აძლევს რეგიონულ ორგანიზაციებს. აი, მინდა რომ მივმართო მიუხედავად იმისა, რომ მალთ მათთან ყოველდღიური ინტერაქცია მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებრივი ხმა ისმოდეს სწორედ თქვენი მხარდაჭერით და ვუთხრა ადამიანებს, რომ ამ პლატფორმით თქვენ გაქვთ შესაძლებლობა პირველ რიგში გქონდეთ უსაფრთხო დაცული და ვამბობ ესეც სანდო თანამშრომლობის, პარტნიორობის, რეგიონული პარტნიორობის შექმნის შესაძლებლობა. იმიტომ რომ ძალიან უჭირთ ხოლმე ორგანიზაციებს იპოვონ პარტნიორები უცხოეთში, რომლებიც არიან ასევე სანდო, რომელთ არიან თავიანთი მისიის მიმართულებით, ან თავიანთი მიზნების მიმართულებით არის თანხმედრაში იმ ორგანიზაციის ხედვები მიზნებთან. ამიტომაც ეს პლატფორმა ამის საშუალებას აძლევს და პირდაპირი წვდომა გაქვს უკვე ამ ორგანიზაციებთან. დონორებთან, რაც ასევე მნიშვნელოვანი აღმოჩნდა რეგიონულ ორგანიზაციებისთვის, რომ მათ უფრო ნაკლები წვდომა აქვთ დაფინანსების შესაძლებლობებთან და ის უნდა ვაღიაროთ, რომ რეგიონში მყოფ ორგანიზაციებს უფრო მეტი შრომა სჭირდება დამატებთ, რომ მიაწვდინონ ხმა თავიანთი საქმიანობის შესახებ და სწორედ ეს პლატფორმა მისცემთ ექსკლუზიურად მათ საშუალებას, რომ თავიანთი ხილვადობა გაზარდონ. და რეგიონული, აი მათი წარმომადგენლობა უკვე აღმოსავლეთ პარტნიორების ქვეყნების მასშტაბით გაზარდონ და დაიწყონ უკვე ფონდების, აი ფინანსების დივერსიფიკაციაზე მუშაობა. ერთი ის მხრივ დონორებთან კომუნიკაციით, ერთი შეიძლება ის იყოს ფილანთროპიული ორგანიზაციები, რომლებიც ამ საქმიანობას ახორციელებს, შეიძლება იყოს ინვესტორები, რომლებიც მაგალითად განათლების სექტორში არიან ჩართულები, გარემოს დაცვის მიმართულებით არიან ჩართულები. ანუ ჩვენი პლატფორმა აძლევთ ორგანიზაციებს, რომ სიცოცხლის უნარიანობა არა მარტო შეინარჩუნონ, არამედ გაიხანგრძლივონ და მეტი სტიმული მიეცეთ მათ, რომ მათი შრომა ღირებულია, ვალიდურია და მნიშვნელოვანი, რომ ისინი დაარჩნენ ამ სექტორში ერთგულები და რაც მთავარია, შეძლონ თავიანთი თვითრეალიზების შესაძლებლობა მიეცეთ როგორც ორგანიზაციას, იმიტომ რომ ორგანიზაციაც არის ადამიანი, ხო? მეორეს მხრივ, ასევე მნიშვნელოვანია, რომ ეს პლატფორმა მათ საშუალებას აძლევთ, რომ ყველა მათ მიიღონ მყისიერი მხარდაჭერა. ყველა ადამიანს უჭირდება მყისიერი მხარდაჭერა და ეს მყისიერი მხარდაჭერა არის სერვისების რიგი სერვისების შეუქმნით, რომელიც ხელმისაწვდომია ყველა ქვეყნის სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციებისთვის. ეს სერვისები არის მისი მიზანია, რომ გააძლიეროს ორგანიზაციები, მისი მიზანია, რომ დააკავშიროს ერთმანეთს ექსპერტები, რომლებიც არიან გამოცდილები, რომლებიც არიან სანდონი, რომელსაც შეუძლია, რომ ამ ტრანსფორმაციო პროცესებში იქონიან მნიშვნელოვანი როლი. ამიტომაც ეს პლატფორმა ექსპერტებისთვისაც არის განკუთვნილი, ამიტომაც საქართველოში ყოფი საქმიანობს სამმართველოს შეუძლია ასევე დაინტერესდეს ამ პლატფორმით და ეს პლატფორმა არის ძალიან კარგი სივრცე იმისათვის, რომ სხვადასხვა ტიპის ღონისძიებები განახორციელონ და პირდაპირ ურთიერთობა დაამყარონ როგორც რეგიონალური, მაგალითად საქართველოს ფარგლებში მყოფი სამოქალაქო რეგიონული ორგანიზაციებისთვის, ასევე საერთაშორისო დონეზე. ამიტომაც ვფიქრობ, რომ ეს არის უნიკალური შესაძლებლობა იმისათვის, რომ ჩვენ სანამ დავიწყებით საუბრობდით კიდევაც, რომ რაოდენ პარადოქსიც არ უნდა იყოს, მაშინ როდესაც რაღაცა ადამიანი ფიქრობენ, რაღაცა შეიძლება დამთავრდეს, არა, ყველაფერი ახლა იწყება და მნიშვნელოვანია, რომ ერთიანი ძალებით ვიზრუნოთ ერთმანეთის გაძლიერებაზე და აქ მაინც ვიტყვი, რომ ერთგული დავრჩეთ ჩვენი ქვეყნის სიყვარულის მიმართ. მადლობა. რადიო სტუმარი გახდათ ლია ფუტკარაძე, საურსას დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი. მადლობა, რომ იყავით ჩვენთან ერთად.